გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ჩემი ვიდეოები. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ მე ვისაუბრე სუდანის სამოქალაქო კონფლიქტზე და ამის შემდგომ აღარ შევხებივარ ისეთ თემებს, რომელიც მეინსტრიმ მედიაში არ ხვდება, ამიტომ გადავწყვიტე დღეს დაუბრუნდე ასეთ საკითხებს და ასევე დაუბრუნდე აფრიკას და განვიხილო ორი საინტერესო პოლიტიკური პროცესი, რომელიც ვითარდება ამ კონტინენტზე, ერთი დასავლეთ აფრიკაში, ხოლო მეორე ცენტრალური აფრიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ 1885 წელს ბერლინის კონფერენციაზე, როდესაც მაშინდელი ევროპული იმპერიები შეიკრიბნენ და გადაინაწილეს აფრიკის ტერიტორია, მაშინ საფრანგეთის იმპერიას ხვდა ყველაზე ესეთი მოცულობითი წილი აფრიკის ტერიტორიაზე, კონკრეტულად დასავლეთ აფრიკის უდიდესი ნაწილი და ცენტრალური აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს რა ქვეყნებიც ამ სივრცეში არსებობენ, თითქმის ყველა არის ყოფილი ფრანგული კოლონია და ამ სივრცეს დღესაც ეძახიან ფრანგულ აფრიკას. ფრანკ-აფრიკი ესეთი ტერმინიც არსებობს საფრანგეთში. მე აღარ მოვყვები ამ ისტორიას, კოლონიურ ისტორიას, მე გადმოვალ თანამედროვეობაში და შემოგთავაზებთ აი საინტერესო პროცესებს, რომელიც დღევანდელობაში ხდება. ეს საინტერესო პროცესები 2020 წლიდან დაიწყო, როდესაც საჰელის რეგიონში, რომელიც არის საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილი, მთლიანად ზოლი კონტინენტის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ამ რეგიონის სამმა ქვეყანამ, მალიმ, ბურკინა-ფასომ და ნიგერმა დაიწყეს ეგრეთ წოდებული ხელახალი განმათავისუფლებელი ბრძოლა ფრანგული გავლენებისგან და 3 წლის პერიოდში მოხდა 3 სამხედრო გადატრიალება აი ამ სამ ქვეყანაში. პირველი მერცხალი იყო ამ შემთხვევაში მალი, სადაც ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი ასიმი გიოტა 2020 წელს, 2022 წელს მოხდა ბურკინა-ფასოში, სადაც ხელისუფლებაში მოვიდა ახალგაზრდა კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე, ხოლო 2023 წელს უკვე აი ამ ორი ქვეყნის აღმოსავლეთ მეზობელში ნიგერიში, ასევე სამხედრო გადატრიალებით ხელისუფლებაში აღმოჩნდა გენერალი აბდურაჰმან ჩიანი. ეს ხელახალი გათავისუფლება გამოვლინდა 4 განზომილებაში, ეს არის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული განზომილება. პირველი რაც ვახსენე, პოლიტიკურ განზომილებაში ის აწლეულოვანი პოლიტიკური ელიტები, რომლებიც მართავდნენ ამ სამ ქვეყანას, ესენი იყვნენ საფრანგეთის გავლენის ქვეშ და მათზე დაქვემდებარებულები, მათ ამ ელიტებმა დათმეს საკუთარი პოზიციები და პრივილეგიები და როგორც გითხარით, ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ ახალი სამხედრო ძალები. სამხედრო თვალსაზრისით 2020 წლამდე სამივე ამ ქვეყანაში არსებობდა ფრანგული სამხედრო კონტინგენტები სხვადასხვა მიზნებით და სამივე ამ სამხედრო ხუნტამ შემდგომ მოსთხოვა საფრანგეთსო დაეტოვებინა ამ ქვეყნის ტერიტორიები და დღეს ეს სამივე ქვეყანა თავისუფალია ფრანგული სამხედრო კონტინგენტისგან. კულტურული განზომილების მიმართულებით, თუ ეს სამივე ქვეყანა მანამდე საუბრობდა ძირითადად ფრანგულად და ერთ-ერთი სახელმწიფო ენა იყო ფრანგული, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ვახსენე, ეს სამივე ქვეყანა იყო ყოფილი საფრანგეთის კოლონია, ამ სამივე ქვეყანაში ფრანგული როგორც სახელმწიფო ენა დღეს უკვე აღარ არის და სახელმწიფო ენად გვევლინება ის ეროვნული ენები, რა ენაზეც საუბრობენ ადგილობრივი წარმომავლობის ხალხები და ასევე უპირატესობა მიენიჭა ინგლისურ ენას, საერთაშორისო ენას, რომელსაც შემდგომში ასე ვთქვათ, ახალგაზრდა თაობებს მალიში, ბურკინა-ფასოში ან ნიგერიში გამოადგება. მაგრამ აქ საკვანძო მაინც ეკონომიკური გათავისუფლების პროცესია, რომელიც აქამდე არც ერთ ფრანგულ ყოფილ კოლონიას არ დაუწყია და არ განუცდია. თუკი აქამდე იმ კრიტიკულ რესურსებზე, რომლებიც ამ სამ ქვეყანას გააჩნია, პრაქტიკულად უპირობო წვდომა ჰქონდა საფრანგეთს და მიზერულ თანხებში იღებდა ამ რესურსებს, დღეს ეს მოცულობა შეცვლილია. მაგალითად, მალის მთავარი საექსპორტო პროდუქცია არის ოქრო და სხვა ძვირფასი მინერალები, ასევე ბამბაც. ბურკინა-ფასოს მთავარი პროდუქცია არის საექსპორტო ოქრო, ხოლო ნიგერის მთავარი საექსპორტო პროდუქცია არის ურანი და სხვა ძვირფასი მეტალები. ურანი საფრანგეთის არის კრიტიკული მოცემულობის რესურსი, გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთის ენერგომომარაგების თითქმის 70% არის ბირთვული ენერგია, რომელსაც ესაჭიროება ურანი და ნიგერი პრაქტიკულად 10%-ს აკმაყოფილებდა ფრანგული მოხმარების. დღეს, როგორც ვახსენე, ეს სურათი შეცვლილია და ამ რესურსებზე წვდომა პრაქტიკულად არათუ შეზღუდული, პრაქტიკულად განულებულია ამ სამი ქვეყნიდან ეს რესურსები უკვე საფრანგეთის მიმართულებით აღარ მიედინება. გამომდინარე ამ სამი ქვეყნის მსგავსი ანტიიმპერიალისტური ეკონომიკური პოლიტიკებიდან, ჯერ კიდევ 2023 წელს მათ წევრობა შეუჩერა ორგანიზაცია ECOWAS-მა. ECOWAS-ი ეს არის დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე ფრანგული ინიციატივით შეიქმნა და დღემდე წარმოადგენს საფრანგეთისთვის ინსტრუმენტს ამ სივრცეზე კონტროლისა და გავლენის შესანარჩუნებლად.
და მაშინ ECOWAS-ის დანარჩენი ქვეყნები დაემუქრნენ კიდევაც აი ამ სამ ქვეყანას, რომ სამხედრო ინტერვენციაც არ იყო გამორიცხული, თუ კი ისინი არ შეცვლიდნენ მათ პოლიტიკებს და არ დაუბრუნდებოდნენ დემოკრატიულ საწყისებს. თუმცა მაშინაც არც მალი, არც ბურკინა ფასო და არც ნიგერი არ აღმოჩნდა სტატისტის როლში და 2023 წლის შემოდგომასვე მათ შექმნეს კონფედერაცია, საჰელის სახელმწიფოების ალიანსი. ეს კონფედერაცია არის თავის თავში მოიცავს კოლექტიურ უსაფრთხოებასაც, თუ რომელიმე ამ სამ ქვეყანას დაესხება თავს სხვა აფრიკული ქვეყნები, მაშინ დანარჩენი ორი მიიღებს მონაწილეობას. უკვე 2024 წლის იანვარში მათ უკვე თავად განაცხადეს ორგანიზაცია ECOWAS-ის დატოვების შესახებ, რომ ისინი ერთ წლის თავზე ოფიციალურად გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს, ხოლო 2025 წელს იანვარში მათ უკვე საბოლოოდ დატოვის ორგანიზაცია ECOWAS. თუმცა ეს მუხარები დღეს აჯღერს და მთავარი ინიციატორი არის ამ შემთხვევაში ECOWAS-ის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ნიგერია, როგორც დემოგრაფიულად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად და მასზე ძირითადად წნეხი აქვს ამ შემთხვევაში საფრანგეთს და ბრიტანეთს, რომ თავად ნიგერიამ მოახდინოს წნეხი ამ კონფედერაციის სამ ქვეყანაზე. თუმცა აქ არის ერთი დიდი პრობლემა, ECOWAS-ის დანარჩენი ქვეყნების მოსახლეობაში აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი სამხედრო ინტერვენცია აი ამ მეზობელ ქვეყნებში და პირიქით ამ მოსახლეობის უმრავლესობაში საკმაოდ პოპულარულია აი ამ საჰელის სახელმწიფოთა ალიანსის, ამ კონფედერაციის სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკები და დღეს პოლიტიკური პროცესი არა თუ ამ კონფედერაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, არამედ პირიქით შეიძლება ამ კონფედერაციას თუ არა მისი მოკავშირეები აღმოჩნდნენ ECOWAS-ის სხვა ქვეყნებიც, ამ შემთხვევაში მაგალითად სენეგალი დასავლეთით, ჩადი აღმოსავლეთით, ხოლო ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ECOWAS-ის განაც საკმაოდ ესეთი სიმპათიებით უყურებს აი ამ კონფედერაციის მომავალს. კონფედერაციის ამ სამივე ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია სამხედრო მმართველობები და ამას აქვს საკუთარი მიზეზები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს სამივე ქვეყანა საკმაოდ შეწუხებულია უკვე წლებია ისლამური ტერორიზმით და მათი ამ ქვეყნების ჩრდილოეთ ნაწილი, აი საჰარის უდაბნოს ნაწილი პრაქტიკულად მოცულია სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებებით, რომლებიც პერიოდულად თავდასხმებს ახდენენ აი ამ ქვეყნების ცენტრალურ ნაწილებში, კონკრეტულად შეიძლება ვთქვათ დედაქალაქებშიც, იქნება ეს მალიში დედაქალაქი ბამაკო, ბურკინა ფასოში უგადუგუ თუ ნიგერიში დედაქალაქი ნიამეი. ეს მთავარი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, ისლამისტური ორგანიზაცია, ეს არის მაღრიბის ალ-ქაიდა და მისი განაყოფები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ამ სამივე ქვეყანაში ოპერირებენ. შესაბამისად, აი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ლეგიტიმაცია აქვს ამ სამხედრო ელიტებს. თუმცა ყველაზე ესეთი პოპულარული ლიდერი ამ კონფედერაციაში არის ბურკინა ფასოს ახალგაზრდა ლიდერი, დღეს უკვე 37 წლის კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე, რომელსაც ხშირად ადარებენ ბურკინა ფასოს 80-იანი წლების ლიდერს ტომას სანკარას, რომელიც იყო მარქსისტი სოციალისტი, რომელმაც ესეთი პროგრესული რეფორმები განახორციელა მაშინ ბურკინა ფასოში და რომელიც შემდგომ უკვე მმართველობის მეოთხე წელს ის მოკლეს მისი ამ იდეოლოგიიდან გამომდინარე. რა შემდგომარეობს თვითონ იბრაჰიმ ტრაორეს ესეთი პოპულარობა, ესეც გამომდინარეობს მისი ასე ვთქვათ სოფხედელობიდან, მისი პოლიტიკებიდან, ის არის პანაფრიკანისტი, ის ცდილობს რომ აფრიკა ასე ვთქვათ გააერთიანოს და გაათავისუფლოს აი ამ საგარეო გავლენებისა და წნეხებისგან. მისი ასე ვთქვათ სოციალური პოლიტიკები, მთავარი ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების მშენებლობა ქვეყნების მასშტაბით და საკვების სუვერენულობის მოპოვება. ის ცდილობს რომ ბურკინა ფასო გახდეს ასე ვთქვათ თვითკმარი საკვების მომარაგებით. ამ თვალსაზრისით მან რამდენიმე ასეული ტრაქტორი შეიძინა და ფერმერებს უფასოდ ურიგებს როგორც სათესლე მასალებს, ასევე სასუქებს. მის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ჯანდაცვის სფეროს განვითარება და მოსახლეობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა, ბუნებრივია დასაწყისისთვის ეს არის მიზერული ნაბიჯები, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია, მაგალითად სხვადასხვა ტიპის ჯანდაცვის ტექნიკის შეძენა, თუნდაც სასწრაფო მანქანების რაოდენობის გაზრდა. სოციალური პოლიტიკების მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ იბრაჰიმ ტრაორემ წამოიწყო ახალი საბინაო პოლიტიკა, რის ფარგლებშიც ბურკინა ფასოში აშენდება 1000 საცხოვრებლიანი შენობები და აი ამ შენობებში შესახდება ძირითადად ბურკინა ფასოს ის მოსახლეობა, რომლებიც დაზარალდნენ ტერორიზმითა და სხვადასხვა კონფლიქტებით, თუმცა მათთან ერთად აშენდება ახალი ჰოსპიტალები და სკოლებიც.
თუმცა იბრაჰიმ ტრაორის აი ეკონომიკურ პოლიტიკებში საკვანძოა ის რაც თავის დროზე ტომას სანკარამაც გააკეთა, მან უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სესხებზე და დაიწყო, ასე ვთქვათ, ამ ვალების გასტუმრება, რაც აქამდე ჰქონდა ბურკინა ფასოს. ასევე მნიშვნელოვანი ის, რომ მან როგორც ვახსენე, სხვა საერთაშორისო კომპანიებს შეუზღუდა ოქროს წარმოება ბურკინა ფასოში და თავად დაიწყო ამ ოქროს წარმოება და მისი რაოდენობების გაზრდა და აკრძალა ნებართვის გარეშე ოქროს გატანა ან გაყიდვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ასევე იბრაჰიმ ტრაორის ინიციატივით კონფედერაციამ ან სამმა ქვეყანამ შექმნა წელს გაზაფხულს კონფედერაციის საინვესტიციო და განვითარების ბანკი, სადაც დასაწყისისთვის ჩაიდო $900 მილიონ ინვესტიცია, რომელიც უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურულ საგანმანათლებლო ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარებას სამივე ქვეყანაში და მოხდეს ამ სამი ქვეყნის დამატებითი სინერგია, რომელიც ეს რეალურად არის რევოლუციური ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი საინვესტიციო ბანკები აფრიკაში იშვიათად გვხვდება. მისი ლიდერობის უნარებიდან, მისი პოლიტიკებიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, იბრაჰიმ ტრაორე საკმაოდ პოპულარულია არა მარტო ბურკინა ფასოში და არა, ასე ვთქვათ, კონფედერაციის მასშტაბით, ასევე მთლიანად დასავლეთ აფრიკის სივრცეში და მთლიანად აფრიკის მასშტაბითაც და ხშირად მის, ასე ვთქვათ, პოსტერებს, მის გამოსვლებს შეხვდებით აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში და ის მოიაზრება, ის წარმოადგენს პრაქტიკულად აფრიკის მომავლის სახეს და ის დღევანდელობაში არის უკვე იკონური პერსონაჟი, რომელსაც ადარებენ მაგალითად ჩე გევარას, იგივე ტომას სანკარას მემკვიდრედ მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ფაქტი იყო ასე, როდესაც მეზობელ განაში ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ის დაპატიჟა, მასთან ერთად იყო სხვა 21 ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა როდესაც აუდიტორიის წინაშე წარსდგა იბრაჰიმ ტრაორე, ყველაზე დიდი ოვაციები აუდიტორიაში გამოიწვია მისმა გამოჩენამ და გამოსვლამ და არა მაგალითად იმ ახალმა პრეზიდენტმა, ვისი ინაუგურაციაც იყო განაში. საჰელის სახელმწიფოთა ალიანსის, იგივე აი ბურკინა ფასოს, მალის და ნიგერის კონფედერაცია თუ კი აღმოჩნდა წარმატებული საკუთარ პოლიტიკებში და მათ განახორციელეს საკუთარი მსოფლმხედველობა და შეინარჩუნეს საკუთარი პოლიტიკური არსებობა, ეს იქნება საკმაოდ დიდი რევოლუციური გარღვევა აფრიკის არსებობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის დაქვემდებარებულობა, ის გავლენების ქვეშ ყოფნა რა მდგომარეობაში არსებობს აფრიკული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ მის ყოფილ კოლონიზატორ ქვეყნებთან მიმართებაში და არა მარტო, აი ეს მოცემულობა, ეს განზომილება, მსგავსი წარმოდგენა საკუთარ თავზე შეიცვლება და სხვა ქვეყნებიც დაიჯერებენ, რომ მსგავსი ესეთი პოლიტიკები, განმათავისუფლებელი პოლიტიკები გამოსვლადია, გაკეთებადია და შეიძლება აი ეს კონფედერაციის არსებობა აღმოჩნდეს აფრიკის რევოლუციური ცვლილებების დასაწყისი. ამიტომაც არის, რომ მსგავსი პროცესების პრევენცია რომ მოახდინოს, საკმაოდ დიდი ზეწოლაა ამ კონფედერაციაზე, კონკრეტულად საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან და მთავარი ესეთი, როგორც ვახსენე, ინიციატორი და შემსრულებელი ამ კუთხით არის ქვეყანა ნიგერია, რომელიც ყოფილი ბრიტანეთის კოლონია და ნიგერია თანდათანობით იწყებს სამხედრო მობილიზებას ნიგერის საზღვარზე, მის ჩრდილოეთ მეზობლის საზღვარზე. თუმცა როგორც ვახსენე, სამხედრო ინტერვენცია ნიგერიაში და არა მარტო ნიგერიაში, მთლიანად დასავლეთ აფრიკაში საკმაოდ არაპოპულარულია. თან მაშინ, როდესაც თავად ნიგერიას აწუხებს ტერორიზმი და ტერორისტული გამოწვევები, კონკრეტულად იგივე მაღრიბის ალ-ქაიდას სახით და ასევე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის მხრიდან, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ISIS-ის და ალ-ქაიდას ნაჯვარი ორგანიზაცია ნიგერიაში, მის ჩრდილოეთ ნაწილში. რაც შეეხება მეორე საკითხს, ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის აღმოსავლეთ მდებარე მეზობელ რუანდას შორის ბოლო თვეებში წარმოიქმნა სამხედრო პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც თვიდან თვემდე მწვავდებოდა, თუმცა ივნისის ბოლოს პრაქტიკულად სანახევროდ განმუხტა შეერთებულმა შტატებმა, თუმცა სანამ აქამდე მივალთ, თვითონ მივყვეთ ამ კონფლიქტის არსს. მიმდინარე წლის იანვარში კონგოში არსებულმა მეამბოხე ორგანიზაციამ, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელ ხელისუფლებას, M23-მა, იგივე 23 მარტის მოძრაობამ წამოიწყო სამხედრო ამბოხი. ისინი ძირითადად დაკომპლექტებული არიან რუანდელი კონგოელებით, წამოიწყო სამხედრო ამბოხი
დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ორ რეგიონს შორის, ჩრდილოეთ კიუსა და სამხრეთ კიუს ტერიტორიებზე და დაიკავეს ამ ორი რეგიონის დედაქალაქები, ჩრდილოეთ კიუს დედაქალაქი გომა და სამხრეთ კიუს დედაქალაქი ბუკავუ. ჯამში დაახლოებით ამ ორ რეგიონში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და გამოუცხადეს, ასე ვთქვათ, დაუმორჩილებლობა კინშასას ცენტრალურ ხელისუფლებას. კინშასა ცენტრალური ხელისუფლება ამ ყველაფერში ადანაშაულებს რუანდის ხელისუფლებას, რომელმაც სპეციალურად, ასე ვთქვათ, მოახდინა დესტაბილიზაცია ამ რეგიონების და ამას გააჩნია საკუთარი საფუძვლები. აი ამ ჩრდილოეთ კიუსა და სამხრეთ კიუს რეგიონებში ცხოვრობს რუანდის გენოციდიდან ტოლვილი, როგორც ჰუტუს ტომის წარმომადგენლები, ასევე ტუცის ტომის წარმომადგენლები. 1990-იან წლებში რუანდაში მოხდა გენოციდი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქვეყანაში მცხოვრები ორი მსხვილი ტომის წარმომადგენლები, ჰუტუები და ტუცები, სადაც ჰუტუებმა მოუწყვეს, ასე ვთქვათ, გენოციდი ტუცის ტომის წარმომადგენლებს, სადაც დახოცეს რამდენიმე ათასი ადამიანი. და თუმცა მოგვიანებით ტუცის სამხედრო ძალებმა მოიპოვეს უპირატესობა და მოახერხეს ჰუტუს ტომის წარმომადგენლებით შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის რუანდის გათავისუფლების დემოკრატიული ძალების FDLR ორგანიზაციის დამარცხება და ამ ორგანიზაციის წევრები გაიხსნენ ზუსტად აი ამ მეზობელ კონგოში, კონკრეტულად ჩრდილოეთ კიუს რეგიონში და დღეს რუანდას აქვს ესე თქვათ საკუთარი არგუმენტი, რომ ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ არსებობს და საფრთხეს უქმნის დღევანდელ რუანდას და აი M23 ორგანიზაციას, 23 მარტის ორგანიზაციას იყენებს კონგოზე ზეწოლისთვის გამომდინარე იქიდან, რომ კონგოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კინშასამ გაანეიტრალოს ეს ორგანიზაცია და ასე ვთქვათ, განაიარაღოს, თუმცა კინშასა ამ მიმართულებით ამდენი ხნის განმავლობაში არაფერს არ აკეთებდა. დაპირისპირების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თვეში გაირკვა ის, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებას კინშასაში არ შეუძლია აი ამ ორი რეგიონის, ჩრდილოეთ კიუსა და სამხრეთ კიუს სამხედრო გზით გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ოფიციალურმა კინშასამ დაიწყო მოდერატორის შუამავლის ძიება, რის მეშვეობითაც ის მოახერხებდა ამ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას და რუანდაზე პოლიტიკურ ზეწოლას და ეს შუამავალი აღმოჩნდა შეერთებული შტატები, რომლის მეშვეობითაც ივნისის ბოლოს ორ ქვეყანას შორის, რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაფორმდა ეგრეთ წოდებული სამშვიდობო შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის მიხედვითაც შემდგომი 3 თვის განმავლობაში, 90 დღის განმავლობაში რუანდის მხარდაჭერილი ეს ორგანიზაცია M23 მიამბოხების მებრძოლები დატოვებენ კონგოს ტერიტორიას, ხოლო სანაცვლოდ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა გაანეიტრალებს აი ამ ჰუტუს ტერორისტულ ორგანიზაციას რუანდის გათავისუფლების დემოკრატიულ ძალებს. თუმცა შეერთებულმა შტატებმა აი ამ შუამავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მოთხოვა კონგოში არსებულ საკმაოდ მსხვილი მოცულობების ბუნებრივ რესურსებზე წვდომა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი რესურსი ამ შემთხვევაში არის ორი ნივთიერება, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში არის საკვანძე მნიშვნელობის, ეს არის კობალტი და ტანტალუმი. კობალტის მსოფლიო რესურსის 70%-ს ფლობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს მეტალი არის გადამწყვეტი მნიშვნელობის თანამედროვე ლითიუმის ელემენტებში. მის გარეშე, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად ვერ კეთდება მსგავსი ელემენტები და ტანტალუმიც არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, თულად დნობადი მეტალი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობებში და სამედიცინო ელექტრონიკაში. ამ შეთანხმების ფარგლებში შეერთებულ შტატებს შეუძლია საკუთარი სამხედრო კონტინგენტიც კი განალაგოს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე კინშასას მოთხოვნით. ბუნებრივია, რაც არ არის ახალი მოვლენა შეერთებული შტატების ისტორიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყანა, ამ ქვეყანაში შეერთებული შტატებს უკვე ყავდა საკუთარი სამხედრო კონტინგენტი, როდესაც ის სხვა სახელით არსებობდა ზაირის რესპუბლიკის სახელით, ცივი ომის განმავლობაში 1960-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების ბოლომდე და ეს ქვეყანა ზაირი მაშინ იყო შეერთებული შტატების მოკავშირე პრეზიდენტი მობუტუს ლიდერობით, რომელიც აფრიკის ტერიტორიაზე ამ ცივ ომში შეერთებულ შტატებს ეხმარებოდა კომუნიზმის შეკავებაში, თუმცა როგორც კი ცივი ომი დასრულდა, ზაირის მიმართ ყურადღებამ და
იკლო და მისი მნიშვნელობა შემცირდა, შეერთებულმა შტატებმა საკუთარი კონტინგენტი გაიყვანა, მობუტუს მმართველობაც მალევე დასრულდა და მობუტუს მმართველობას მოყვა ჯერ კიდევ კონგოს პირველი ომი და შემდგომ კონგოს მეორე ომი 1998 წელს, რომელიც 5 წელი გაგრძელდა და 5.5 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ამ კონგოს მეორე ომში მონაწილეობდა რამდენიმე აფრიკული ქვეყანა და მას ხშირად უწოდებენ აფრიკის მსოფლიო ომს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მსხვერპლიანი კონფლიქტი იყო მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება მინერალების შეთანხმებას, ამ შეთანხმებით შეერთებული შტატები პრაქტიკულად გეოპოლიტიკურ კონკურენციაში შევიდა ჩინეთთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი დღეს პრაქტიკულად გვევლინება აფრიკის ყველა ქვეყანასთან მთავარ სავაჭრო პარტნიორად და ამ შემთხვევაში არც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამონაკლისი, ჩინური კომპანიები უკვე ფუნქციონირებენ კონგოს ტერიტორიაზე 2008 წელს ამ ორ ქვეყანას შორის კონგოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა ეს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება 25 წლიანი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც შემდგომია ეს ათწლეულები ჩინეთი კონგოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოახდენს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ხოლო სანაცვლოდ ის მიიღებს კობალტისა და სპილენძის საბადოებზე წვდომას და რამდენიმე 10,000 ტონის გატანის შესაძლებლობა აქვს აი ამ ქვეყნიდან. შესაბამისად, უკვე აი ამ სივრცეში არსებობს ჩინეთი და შეერთებული შტატები შეეცდება, რომ აი ამ მომავლის რესურსებზე, ნივთიერებებზე დამატებით წვდომა მოიპოვოს, თუმცა მისთვის ჯერ არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რითაც აი ამ მოპოვებისა და გატანის პროცესს წამოიწყებს, მოახერხებს და ჯერჯერობით არც კომპანიები გამოჩენილან ვინც დაინტერესდება აი ამ პროცესში ჩართვით. შეერთებული შტატების შუამავლობით გაფორმებულ ამ სამშვიდობო მემორანდუმს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის საკმაოდ სკეპტიკურად გამოეხმაურა თავად რუანდას პრეზიდენტი პოლ კაგამე, რომელმაც ახსენა, რომ ეს შეთანხმება პრაქტიკულად არის გამოხატული სურვილი, რომელიც არ ეყრდნობა რეალობას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შეთანხმების აღწრულება საკმაოდ რთული იქნება იმ გაგებით, რომ რუანდას მაგალითად არ შეუძლია პრაქტიკაში გაანეიტრალოს 23 მარტის მოძრაობა, რომელიც კონგოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და ასევე სკეპსისი გამოთქვა იმ მიმართულებით, რომ არც კინშასას შეუძლია ჰუტუებით დაკომპლექტებული რუანდას გათავისუფლების დემოკრატიული ძალების ორგანიზაციის განიარაღება და ასევე სკეპსისი გამოთქვა თუ რამდენად არის ასე ვთქვათ შეერთებული შტატების შესაძლებლობებში, რომ აი ეს მინერალების ექსტრაქცია დაიწყოს უახლოეს მომავალში კონგოს ტერიტორიაზე. დღეისათვის სულ ეს იყო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, ეს დიდი ვეზირია, მე შოთათ ხელიძე ვარ, დროებით.